კარგად გვესმის, რომ ამ საკადრო ცვლილებებს, რა თქმა უნდა, არ ახორციელებს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, ამას ახორციელებს ბიძინა ივანიშვილი და რატომ აკეთებს ამას? იმიტომ, რომ თვითონ არ გძნობს თავს მშვიდად ივანიშვილი. ანუ პრაქტიკულად რომ შეხედოთ, ხო, პირველ რიგში, თქვა, საერთაშორისო მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც არის ახლა რეჟიმი და თვითონ მთელი ეს ოლიგარქიული კლეპტოკრატია არის პირველი, რომ იზოლაცია თავიდან ბოლომდე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უწყავს მას, არალეგიტიმაცია აწუხებს ძალიან ასევე მას. მოსამართლეების მთელი ამ თქვა კლანურ სისტემაში არის სერიოზული ძალიან ტექნიკური ხარვეზი გვაქვს სავარაუდოდ ინტერნეტის გამო ჩვენ ვეცდებით ისევ გადავურეკოთ ხატია დეკანოიძეს, თუ კი იქნება შესაძლებელი მასთან საუბრის გაგრძელება. მე საუბარი სურდა დამეწყო საკადრო ცვლილებებით, რომლის მიხედვითაც კი ბატონო, ხატია დაგვიბრუნდით. კი ბატონო. კი. ანუ ეს მოსამართლეთა სისტემაში ზუსტად ამას საუბრობდი, რომ არის სერიოზული შეშფოთება განსაკუთრებით ბრიტანული სანქციების შემდეგ, ასევე სერიოზული პრობლემა პოლიციაში, იმიტომ რომ თვითონ დასანქცირებული პოლიციელები და გაგრძელდება ეს კიდევ მათაც აქვთ გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, შეშფოთება, ანუ პრაქტიკულად მთელი ეს სისტემა, რომელიც შეიძლება ვიღაცას გონია, რომ ძალიან მონოლითურია და ბიძინა ივანიშვილს ემსახურება კარგად, როგორც ჩანს, არ არის თქვა მშვიდად და ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს საკუთარ სიმშვიდესთან დაკავშირებით. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ლილუაშვილი, რომელიც, რა ვიცი, უშიშროებას და უსაფრთხოებას ხელმძღვანელობდა, იღებდა ბიძინა ივანიშვილისგან პირად დავალებებს, არა მხოლოდ თქვა პირად დავალებებს, ასრულებდა ძალიან სერიოზულ სხვადასხვა ამაზრზენ დავალებებს მათ შორის. ეს იყო თქვა ზეწოლა, დეიბნა ოპოზიციაზე, სამოქალაქო სექტორზე. და ამ პერიოდში ძალიან ბევრი მათ შორის გეოპოლიტიკური მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი თქვათ ინფორმაციის მფლობელია. აი ესეთ ადამიანს იგი აგდებს პრაქტიკულად გაგდების შემდეგ პირდებიან კონკრეტულ თანამდებობას და შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ კონკრეტულ თანამდებობაზეც აღარ ნიშნავს, იმიტომ რომ აღარ მიიჩნევს არაფრად, ამოსვარა რა ვთქვათ იმ ლაფშიც ვთქვათ აი ხა მთელი რეჟიმის წარმომადგენლობა არის და მე საჯაროდ კობახიძე ამცირებს და ამბობს, რომ ესე იგი რაღაცა ვერ შევთანხმდით მოადგილეებზე. ანუ იმ ადამიანს, რომელიც ესე ემსახურა ბიძინა ივანიშვილს და ამ ხელა მნიშვნელობა მქონდა მთელი ამ წლების განმავლობაში ქალთა რუსუდან, ესე იგი ეუბნებია, რომ შენ მოადგილეებსაც ვერ დანიშნავ. ეხლა თან ეს იყო ისეთი პოზიცია სუსის უფროსი, ზოგადად ივანიშვილი ცulis ამ გარემოცვას, მათ შორის ღარიბაშვილი, რომელიც ასევე ახლო ფიგურაა მისთვის, ორჯერ მოხსნა დღეს საერთოდ ის არ ჩანს. და სუსის უფროსი მთელი 13 წლის განმავლობაში მხოლოდ 2 ჰყოლია. და ყველაზე ინფორმირებული პირი, ანუ ეს არ არის რიგითი პოლიტიკური თანამდებობა მისთვის. აი სად შეიძლება ვიპოვოთ, ასე ვთქვათ, მთავარი მიზეზი, რის გამოც მან ეს გადაწყვიტა? ხო, თქვენ წარმოიდგინეთ, ეხლა ზუსტად ამას საუბრობდი, რომ ესე იგი ლილუაშვილი, რომელიც ამხელა, ვთქვათ, ინფორმაციას ფლობდა და ამ ინფორმაციას და მიუხედავად ამხელა დავალებების შესრულების შემდეგ გააგდო და შემდეგ საჯაროდ დაამცირებინა და დაამცირა კობახიძემ და თქვა, რომ მოადგილეებსაც არ დაუნიშნავთ. აი ამის შემდეგ რას უნდა გრძნობდეს, მაგალითად, სუსის რიგითი თანამშრომელი ან სამმართველოს უფროსები ან ადამიანები, რომლებიც ასრულებენ ყველანაირ დავალებას ოლიგარქიისთვის. ან მოსამართლეები რას უნდა გრძნობენ და ისინი არ გრძნობენ თავს კარგად. ეხლა კობახიძე მივიდა და დასჭირდა მთელი ეს აუდიენცია თვითონ სასამართლო სისტემაში, რომ რაღაცნაირად გაემხნევებინა, ხო? იგივე პოლიციაში თქვენ რა გქონიათ, რომ პოლიციაში არ არის უკმაყოფილება. როგორ არ არის უკმაყოფილება? რა ვიცი, რიგითი პოლიციელებიდან დაწყებული, თქვა, დასრულებული საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოების დასანქცირებულია, ხო და ხედავენ, რომ დაუშვათ ერთი რიგითი ხედავს, რომ ამ ადამიანს საკმაოდ რესურსი აქვს და რა ვიცი, კარგად აცვია, ყველაფერი კარგად აქვს, მაგრამ შემდეგ ამაზე გადადის მთელი თქვა დავალებების და მთელი ეს სიმძიმე, რასაც ოლიგარქია და ეს რაღაცა რუსული რეჟიმის თავაზობს, ხო? არქსა და არა აქვს საქმე კარგად და ამიტომ როდესაც ეხა მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ, როცა დასანქცირებულის ჯერ ღირსების ორდენით წარდგენა ხდება, მე პოლიციელს გულისხმობ, შემდეგ პოლიტიკური თანამდებობის საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე მათი დანიშვნა, ეს აჭარის შემთხვევაში ასე ჩანს. ეს ამით ის პოზიციებს იმყარებს,
თუ უფრო დასუსტებულია, თუ პროცესი უჭირავს რეჟიმი, რომელიც უშიშროების მთავარ კადრს და ოლიგარქი, რომელიც შვიდად არ გრძნობს თავს, უშიშროების მთავარ კადრთან, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში მის დავალებებს ასრულებდა, რა თქმა უნდა, ესეთი რეჟიმი არ არის ბოლომდე მონოლითური. არ გძნობს ბიძინა ივანიშვილი მშვიდად თავს და მას გონია, რომ რაც უფრო შეიძლება რაღაცნაირად სხვა ერთ პაიკს ჩაანაცვლებს მეორე მოსამსახურით, უფრო რაღაცა მშვიდად იქნება, ხო? ფაქტია, რომ ეს მშვიდე მას არ აქვს. ეხლა ის ადამიანი, რომელიც დანიშნეს აჭარაში, თქვენ წარმოიდგინეთ ამ ადამიანმა ჩაანაცვლა რიჟვაძე, რომელსაც ასევე ყველაფერი აკადრებინეს, ყველანაირ კორუფციაში ამოწყარეს, ყველანაირი ლაფი თვითონაც დაისხადა ადამიანებზეც, ასე ვთქვათ, გასვარა ამ საშინელ რეჟიმის სამსახურში და შემდეგ გააგდეს, ისე რომ ბრიფინგიც არ ჩაატარებინა. ჩვენ ხო გვახსოვს რიჟვაძის გამონათქვამები, ხო? და დანიშნეს ბიძინა ივანიშვილისთვის რაღაც თვითონ სანდო ახლობელი კადრი. არ არსებობს, ეხლა აი მე სულ ვთქვათ წარმოდგენილი მაქვს სუსის ასევე სამართველოებში და სუსის რიგით თანამშრომლებში მათი დამოკიდებულება თანამშრომლებით, რომელსაც ესე იგი მიუყვანენ და უხანაშულს დაუსვავენ თავზე, ხო? დაასვავენ თავზე. ამიტომ მოდით ესე შევხედოთ ამ ყველაფერს. პირველი მიზეზი რატომაც მე მგონია, რომ ეს ყველაფერი მოხდა არის ის, რომ თვითონ ოლიგარქის სიმშვიდე არის დარღვეული, ანუ აი მაგალითად ბაჩიაშვილის საქმე გავიხსენოთ, როდესაც დავალებული ქონდა კონკრეტულად რაღაც კონკრეტულ სულს თუ რა ვიცი პოლიციას თუ საფრთხეების მთელ ინსტიტუციას, რეჟიმის ინსტიტუციას, რომ ეს ადამიანი საქართველოში უნდა ყოფილიყო, პროტესტი ვერ შეწყდა და მიუხედავად საშინელი ზეწოლისა, მიუხედავად საშინელი წარმოუდგენელი, თქვათ, რაღაც რეპრესიებისა, კვლავ გრძელდება და ადამიანები კვლავ არიან მოტივირებული. საერთაშორისო იზოლაციაში ხა თავიდან ბოლომდე მოქცეული ოლიგარქი, რომელიც ხედავს, რომ ვერ ტრამპის ადმინისტრაციამ საშინელი, ასე ვთქვათ, განცხადება გააკეთა, ბრიტანეთმა სანქციები გამოუშვა, ევროკავშირში კვლავ გადაწყვეტილება იმაზე, რომ ეროვნული სანქციები გაგრძელდეს და მათ შორის ახალ სასანქციო მექანიზმებს განიხილავენ. ამ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, ფიქრობს, რომ უფრო რაღაცნაირად თითქოს მონოპოლიზაცია რომ გააკეთოს, კიდევ უფრო ხელისუფლების, რაც ისედაც აქვს. რაღაცნაირად ამ ყველაფერს გადაწყვეტს. აი ამ ფონზე მაქვს კითხვა, რა გადაწყვეტილებებსაც იღებს, როგორც პასუხობს ის საერთაშორისო სანქციებს თუ კრიტიკას, აი ჩვენ გასულ დღეებში ასევე ვნახეთ უკვე ეჭვის შეტანა და ამარცხებს თუ არა ეგრეთ წოდებულს deep states დონალდ ტრამპი და რაღაც მომზადება წინასწარ რომ მათი მცდელობა ურთიერთობის დაალაგებისა წარუმატებელი რომ აღმოჩნდეს, როგორ ახსნან შემდგომ და ეს პოლიტიკა რაც ახლა ვხედავთ, რასაც ვხედავთ ოცნების მხრიდან. საბოლოოდ მას მიიყვანს თქვენს გამარჯვებამდე ეს პროცესი, ხედავთ თქვენ ამის ნიშნებს თუ პირიქით უფრო მკაცრდება, უფრო ბრუტალური ხდება? მე ვფიქრობ, ძალიან მარტივია აქ ბიძინა ივანიშვილის განწყობა, რომ იგი დასავლეთთან და ცივილურ სამყაროსთან დაალაგებას ნამდვილად არ ცდილობდა, ხო? მათ შორის ეს, ვთქვათ, ტრამპის ადმინისტრაციაზე მისი რაღაც ან ვთქვათ, პროპაგანდის რაღაც გარკვეულწილად იმედები, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდა. ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც კომფორტულად გრძნობს თავს რუსეთის დასანქცირებული ოლიგარქების გარემოცვაში. ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელსაც საქართველო არ სჭირდება არც ვთქვათ, ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირედ, იგივე როგორც ვთქვათ, ტრამპის ადმინისტრაციის მოკავშირედ, არც ევროკავშირის მოკავშირედ. ეს არის ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ მაქსიმალური სარგებელი საკუთარი, ვთქვათ, რაღაცნაირად ესე ფინანსური რესურსის უსაფრთხოება მოიპოვოს მხოლოდ იმით, რომ მთელი საქართველო, მთელი ჩვენი ქვეყანა გადააქციოს რაღაცნაირად ჭაობად იზოლაციაში მოაქციოს და იყოს, ვთქვათ, პუტინის დავალებების შემსრულებელი. მაგრამ შევხედოთ ახლა სხვა კუთხით, ხო? ყველაფერი გააკეთა. პროტესტის ჩახშობა, ადამიანების დაჭერა, დაკავება, დაანონსა ის საშინელი პარტიების გაუქმება და არ ვიცი, ახლა ალბათ თქვენ წაკითხული გაქვთ ის ცვლილებები, რომელიც შემოტანილია პარლამენტში, როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გააუქმოს ნაციონალური მოძრაობა და ყველა ის ადამიანი, რომელსაც ასე ვთქვათ, რომელიც წასულში თუ ვთქვათ, ეხლა აწმყოში ამ პარტიასთან და ასევე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან არის კავშირი, და შემდეგ აუგზავნონ ყველანაირი პოლიტიკური მოღვაწეობა. აი, ჩაატარეს ეს საგამოძიებო რაღაც საშინელი საქართველოს ღალატის კომისია, მაგრამ ვერაფერმა ვერ იმოქმედა
განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, გავლენით ადამიანებზე, იმიტომ რომ ყველა მაინც ვინც იყო მის წინააღმდეგ ოპოზიციურად, ვთქვათ, კრიტიკულად განწყობილი და ამ ქვეყნის მომავალი სხვანაირად ესახება, ეს ადამიანები არიან იქ, სადაც არიან. კი ბატონო, და ერთი კითხვა მინდა მოვასწრო. თავდაპირველად როგორ უნდა ამიგრძალოს მე ივანიშვილმა ჩემ საკუთარ სამშობლოში და ათასობით და 10,000-ობით ჩვენი პარტიის წარმომადგენელს რაიმე სახის პოლიტიკური მოღვაწეობა. თქვენ ამას ხედავთ როგორც რეალურ საფრთხეს? ოხანაშვილმა რაიმე სახის პოლიტიკური მოღვაწეობა ჩემ სამშობლოში, ჩემ საკუთარ ქვეყანაში. მე არ ვიცი, ანუ ეხა მას რა თქმა უნდა, საერთოდ მე უყურებ, რომ დიქტატორები ყოველთვის არიან ძალიან სწორხაზოვნად აზროვნებენ, ხო? და თქვა რაც არის ზედაპირზე ის არის და არავით რაღაცა ჭადრაკისხლებს არ გვთავაზობს. ის რა გვთავაზობს რას, რომ ან მე დამემორჩილეთ ან რაღაცა საშინელი კორუფციული სისტემით, რუსული სისტემით, ვინც აკეთებს ფულს, იმან უნდა აკეთოს ფული და დანარჩენი ვინც არის, ჩვენ ვასმევთ, რა ვიცი, რაღაცა რძით წამლავენ ხალხს და ამაზე არავით არის რეაგირება. აი მომისმენია მოსაზრება, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის და ანონსება და ეს პროცესი უნდა იყოს პარტიებისთვის ბიძგი, რომ გაერთიანდნენ, რომ სხვა რა უნდა ქნას ქართულმა ოცნებამ, რომ ეს რაღაც ერთიანობა თუ ერთმანეთთან მისასვლელი გზები უფრო მარტივად იპოვონ პარტიებმა. თქვენ ხედავთ ამას როგორც ბიძგს, თუ ხედავთ რეალურ საფრთხეს, ზოგადად როგორ ხედავთ ამ პროცესს, როცა ასევე მუქარაა, რომ ვერ მიიღებ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, გინდა თუ არ გინდა, რას გადაწყვეტ ამის მიუხედავად? არა, მე ესე უყურებ, რომ ამ ქვეყანაში მე ვერავინ ვერ ამგრძალავს და კიდე 1000-ობით და 100,000-ობით ადამიანს. ეს არის დაუშვებელი და ეს არის რეალურად ის, რაც უნდა რუსეთს მთელი ამ წლების განმავლობაში. ისტორიის გადაწერის მცდელობაა ეს საქართველოს ღალატის კომისია, რომელსაც წულუკიანი უძღვება თუ არა სხვა რამე, ჯარის გასამართლება, ისტორიის გადაწერა და კიდევ მთელი საშინელება, რა ვიცი, ისტორიის წარმოუდგენელი გაყალბების კასკადი, რომელსაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რუსეთი ჩვენ გვთავაზობდა და გარდა ამისა, ჩემთვის ეს პროტესტი და ეს ბრძოლა, ჩემთვის პირადად და უამრავი ადამიანისთვის არის ანტირუსული, ანტისაოკუპაციო მოძრაობა. იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს ეს ქვეყანა ჩაახშოს რუსულ ჭაობში. მეტი არაფერი არ აქვს გადაწყვეტილი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ გაერთიანება იქნება, ერთიანი აზრი იქნება თუ ერთიანი ვთქვათ ბრძოლა იქნება, მაგალითად ეხლა როგორიც არის დაანონსებული ზუსტად 9 აპრილს, 8 აპრილს უბრალოდ პოლიტიკური პატიმრების, რეჟიმის პატიმრების შობლების მიერ, სადაც ყველა უნდა შეუერთდეს და ყველა უნდა მივიდეს. აი ეს არის ზუსტად ის წინააღმდეგობა, რომელიც არა მხოლოდ ერთმანეთთან მისასვლელ გზებს, არამედ ზოგადად ქვეყნის გადარჩენის თავარ თქვათ რაღაცა ისტორიულ მისიას გვაჩვენებს, ხო? ამიტომ თუ აი ასე სწორხაზოვნად ჩვენ ვიფიქრებთ, რომ კი, ნამდვილად ეს არის წარმოუდგენლად ძიმე ქვეყნის ოკუპაციის გაგრძელება, მე ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, ვინც ამას ყველაფერს გაუწევს წინააღმდეგობას. ამიტომ არ არის რეჟიმი ისეთი ძლიერი, ეს არ არის ყალბის სიტყვები, იმიტომ რომ თქვენ წარმოიდგინეთ, ეხლა ვილუაშვილი რას ფიქრობს და კიდევ რას ფიქრობენ ქვემოთ სუსის და პოლიციის რიგითი თანამშრომლები. და მე დარწმუნებული ვარ და ვიცი და გვაქვს ინფორმაცია ამაზე, რომ ეს ხალხი არ არის კომფორტულად. ამიტომ შესაბამისად ივანიშვილი კომფორტს, რომელიც მას ჭირდება და სიმშვიდეს ვერ მოიპოვებს.